Საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ცენტრ-პოინტის საქმეზე სხდომა მიმდინარეობს. მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ბრალდებულებისთვის აკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე. პროკურატურა 4-ვე ბრალდებულის მიმართ პატიმრობას, დაცვა კი გირაოს ითხოვს. პროცესი აქციის ფონზე მიმდინარეობს. სასამართლოსთან დილიდან არიან შეკრებილები დაზარალებულები. ჩვენ ახლა სასამართლოსა თამარ გოგესაშვილს ჩართვავთ პირდაპირ ეთერში. თამარ, ბოლო ინფორმაციას ველოდებით ჩვენგან. სასამართლო პროცესი უკვე 1 საათია მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე ბრალდებულებს განემარტათ უფლებები. სასამართლოს სხდომას არ ესწრება გურამ ჩეულიშვილი, როგორც ცნობილია, ის ამ დრომდე არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და იმყოფება მიმალვაში. რაც შეეხება პროცესის მიმდინარეობას, ამ წუთებში სახელმწიფო ბრალდება სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით და აღკვეთის ღონისძიების სახით. 4-ვე ბრალდებულისთვის ითხოვს წინასწარ პატიმრობას. სახელმწიფო ბრალდება ეს შუამდგომლობა რამდენიმე არგუმენტით დაასაბუთა, როგორც პროკურორმა განმარტა, ადგილი ქონდა მოწმეებზე ზეწოლის ფაქტს, ასევე იქიდან გამომდინარე, რომ სავარაუდო სასჯელი არის 11-დან 7-დან 11 წლამდე არსებობს მიმალვის საფრთხე და ასევე იმის საფრთხე, რომ ბრალდებულებმა გააგრძელონ დანაშაულებრივი ქმედება, სწორედ ამ მიზეზით სახელმწიფო ბრალდება 4-ვე ბრალდებულის მიმართ ითხოვს წინასწარი პატიმრობის გამოყენებას, ასევე პროკურორმა ისაუბრა იმაზე, რომ გურამ ჩეულიშვილი ამ დრომდე არ თანამშრომლობს გამოძიებასთან. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ჯერჯერობით შუამდგომლობას სახელმწიფო ბრალდება წარადგენს სასამართლოში, თუმცა სხდომის დაწყებამდე, როგორც ადვოკატებმა განაცხადეს, ისინი მოითხოვენ, რომ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვოს ბრალდებულები, ან შესაძლოა ალტერნატივის სახით ისინი სასამართლოს შესთავაზებენ გირაოს. აღკვეთი ღონისძიების სახით უნდა იქნეს გამოყენებული პატიმრობა შემდეგ გარემოებათა გამო. ბრალდებულ მაიარ ჩეულიშვილის მიერ არსებულ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული აღკვეთი ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური, ისე ფაქტობრივი საფუძვლები, აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება იმ მიზნით, რათა ბრალდებულმა თავი არ არიდოს სასამართლოში გამოცხადებას, აიგოთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა უზრუნველყოფილი იქნეს განაჩენის აღსრულება. ირაკლი მინდელი თავს დამნაშავედ არ გზნობს, თანხები მას არ მიუთვისებია და რასაც ჩვენ სასამართლო პროცესზე დავადასტურებთ მსვლელობის დროს. დღეს განიხილება ირაკლი მინდელის აღკვეთი ღონისძიების შესაძლებლობა. პროკურატურა ითხოვს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას, ხოლო ჩვენ შევდივართ შუამდგომლობით, რომ ირაკლი მინდელს გირაოს აღკვეთი ღონისძიების სახით. თან დაკავშირებით შუამდგომლობის დაყენებისას პროკურორმა განმარტა, რომ მის მიმართ ერთხელ უკვე გამოყენებული გირაო ვერ აღმოჩნდა შემაკავებელი, რომ მას აღარ გაეგრძელებია დანაშაულებრივი საქმიანობა, ამიტომ სახელმწიფო ბრალდებას მიაჩნია, რომ მაიარ ჩეულიშვილის მიმართ უნდა იყოს გამოყენებული წინასწარი პატიმრობა. სასამართლო დარბაზში იმყოფებიან როგორც ბრალდებულთა ოჯახის წევრები და ნათესავები, ასევე ცენტრ-პოინტის მენაშენეები, რომლებიც სასამართლოში შეიკრიბნენ რამდენიმე საათით ადრე ისინი ითხოვდნენ პროცესზე დასწრებას და სასამართლოს ეზოში მოვიდნენ პლაკატებით და შეძახილებით. დიდი მადლობა. საქალაქო სასამართლოდან თამარ გოგესაშვილი საუბრობდა მოამბის პირდაპირ ეთერში.